ლოგიკურ ჯაჭვს თუ გავყვებით, ეს ყველაფერი მიდის საბოლოო ჯამში ამ დარბევებამდე, ხო? იმიტომ რომ მანამდე ვიყავი ჯანმრთელი და ეხლა მიასთენიისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი მაქვს სიღრმეების აღქმა, გაორებული ხედვა. ქეთო პაპაშვილი თვეზე მეტია თეთრი ხელჯოხით დადის. გზას სახლიდან უნივერსიტეტამდე და უკან სწორედ ნავიგაციის ჯოხით იკვალავს. 39 წლის მკვლევარი გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევების შემდეგ მხედველობის გაურებით იტანჯება. ვერ აღიქვამს ზედაპირებს, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. ამას ემატება მუდმივი შფოთი, რომელიც გასული წლის დეკემბრის მძიმე დარბევის ღამეს დაიწყო. დეკემბერ-ნოემბერში ხო იყო ეს დიდი დარბევები და ამას მოყვა აი პირდაპირ ეგრევე მოყვა ეს ჩემი მდგომარეობის შეცვლა და აპრილის შემდეგ უკვე იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ერთმანეთის მიყოლებით დავტოვე სამსახურები, რადგან ცუდად ვხედავ, მოემატა თქვათ იქ ტრავმებმა. მქონდა შემთხვევა, რომ სამარშრუტო ტაქსმა სარკე გამკრა, მქონდა შემთხვევა, რომ დავეცი ისეთ ადგილას, სადაც აი არ უნდა დავცემულიყავი. მიჭირს როგორც აი საოჯახო საქმეების კეთებაც კი მიჭირს, იმიტომ რომ ანუ მქონია მომენტები, რომ აი ყავა ვერ ჩამიყრია, რომ სწორად ვერ ვხედავ სად არის. ანტისამთავრობო მიტინგების აქტიური მონაწილე ვარაუდობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესობისკენ რადიკალურად ნოემბერ-დეკემბრის სასტიკი დარბევების შემდეგ შეიცვალა, როცა წყლის ჭავლით გაწუწული, ციცაკის სპრეითა და გაზით გულწასული ორჯერ პირდაპირ რუსთაველიდან საავადმყოფოში სასწრაფომ გადაიყვანა. აქციის მონაწილე ზუსტ დიაგნოზ ამ დრომდე ვერ უსვამენ. მაქვს მიასთენიური სინდრომი, ყველა სიმპტომი მიასთენიის ანალიზები, კატეკვლევა და ელექტრომიოგრაფია არადასტურებს ამ დიაგნოზს, არადა ეს სიმპტომები მაქვს. როდესაც ვეკითხები ექიმებს, რომ ეს შეიძლება თუ არა იყოს ამით გამოწვეული, ამ მოწამვლით, ამბობენ, რომ თეორიულად რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იყო გამოყენებული, რა ზიანი მოგადგა. ეს მე ვარ, შარშან ამ დროს. გარშემო მხუთავი გაზი და ძლიერი ხმაურია. ამ კადრის მერე ძლიერ ჭყლეტვაში მოვყევი. ცოტა დამაკლდა გონება არ დამეკარგა. BBC-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ემოციურად საშინლად იმოქმედა. ეს მე ვარ შარშან დეკემბერში. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს ჩემ შვილს უშველი. სამშობლოსაც უშველით, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის უკლებლივ ყველას დასჯას ვითხოვ. ბოლო 1 წელია მაქვს თავის მარცხენა მხარეს პერიოდულად ყრუტკივილი. 2 სხვადასხვა ნევროპათოლოგთან ვიზიტის შემდეგ მაინც ვერ გაარკვიეს რა იყო მიზეზი. სიკვდილს ჩავხედე თვალებში. კარდიოვასკულარული გართულებები, კოორდინაციის მოშლა, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, სუნთქვის გართულება, გულმკერდში წვის შეგრძნება, თავის, ღრძილებისა და კბილების ტკივილი. დარბეული, ნაცემი, მოწამლული დემონსტრანტები ფორმულასთან ინტერვიუში საერთო სიმპტომებზე მიუთითებენ. ეს სიმპტომები ერთ-ერთში ემთხვევა ბრომბენზილციანიდისა და ტრიკლორეთილენის ეფექტებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. აქციის დარბევისას ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსინებს უკავშირებს ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძეც. ხონდა ძალიან სერიოზული ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში, რაც არ იყო რაღაცა სომატური ჯანმრთელობის შელახვა. აი ესე გამოწვეული, ანუ არ აღმოუჩენიათ რაღაც კონკრეტული დაავადება, უბრალოდ მდგომარეობაა ზოგადი, გაუარესებული ჯანმრთელობის, ლიმფოციტები მქონდა ძალიან მაღალი, შესიებული მქონდა თვეების განმავლობაში ლიმფური ჯირკვლები და ეს თავის ტკივილი, რომელიც გამიგრძელდა დღემდე. ანუ ყრუც სულ მტკივა, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა, არაფერი არ დამიდასტურდა, რატომ აქვს ეს თავის ტკივილები. ჩვენი ყველა რესპონდენტი საერთო სიმპტომების გარდა მათი გამოვლენის იდენტურ დროის მონაკვეთსაც მიუთითებს. დემონსტრანტების მონათხრობის თანახმად ყველა მათგანი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოიწამლა. უმრავლესობას დღემდე დიაგნოზიც კი არ აქვს, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე მძიმე ტოქსინების ეფექტს ახლაც იმკის. ჩივილები დღემდე მაქვს, იმიტომ რომ დღემდე გამოკვლევების პროცესში ვარ და დღემდე ცხვირიდან სისხლდენა მაქვს თითქმის ყველა საღამოს. ვერ ვირეგულირებ დღემდე 160-100 რომ მაქვს ერთ წუთს შეიძლება მეორე წუთს გავიზომო და 90-50-ზე მქონდეს, ან ასე თამაშობდეს, წამალს
საერთოდ არ მოყვება, რაც 19 წლის ადამიანისთვის საერთოდ ნორმალური არ არის. როგორც ჯანმრთელ ადამიანს ისეთი ანალიზები მაქვს და ვერ პოულობთ მიზეზს. თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, გულისრევის შეგრძნება, მთლიანად ჩამწვარი მქონდა მთელი სასუნთქი სისტემა და მათ შორის კუჭის წვასაც ვუგრძნობდი. ცალ-თვალში განსაკუთრებით იმ პერიოდში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მხედველობა მქონდა დაბურული და ექიმებთანაც რომ მივდიოდი და ვეუბნებოდი, ვუყვებოდი ჩემს სიმპტომებს, მეუბნებოდნენ რომ ფაქტობრივად არანაირი დახმარების გაწევა არ შეეძლოთ ელემენტარულის გარდა, იმიტომ რომ რადგანაც არ იცოდნენ რა ნივთიერებები იყო გამოყენებული. ფორმულა აგრძელებს იმ მოქალაქეების ძიებასა და მათთან ინტერვიუების ჩაწერას, რომლებიც საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე ხვებიან. ყველა ისტორია მხოლოდ განამტკიცებს BBC-ს საგამოძიებო ფილმში გამოთქმულ ვერსიებს, რომ 9 აპრილის სისხლიანი ღამის შემდეგ პირველად ამჯერად ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრანტების ფიზიკურად გასანეიტრალებლად მათ წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მძიმედ მომწამლავი კამიტი გამოიყენა.